ძალიან ბევრი კითხულობს ჰელიკობაქტერიაზე და ჰელიკობაქტერია იკურნება, ან რითი გაუნკურნოთ, ზოგი სვავს ანტიბიოტიკებს, რა ვიცი, ამაზე ძალიან სხვადასხვანაირი კუთხით არის ხოლმე კითხვები. ზუსტად ჩვენი ვიდეოები იმიტომ გვაქვს ჩაწერილი და იმიტომ არის კუჭის მჟავიანობა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ფაქტორი არის მასზე მიბმული. ჰელიკობაქტერიაც მოსახლეობის 70%-ზე მეც ყავს, მაგრამ ყავს მიძინებულ მდგომარეობაში. ჰელიკობაქტერიამ თავი რო დაიცვას, ვერ უძლებს კუჭის ნორმალურ მჟავიანობას pH 1-დან 3-მდე და ახურავს ესე იკეთებს თვითონ ამიაკის ხუბს. კალპაქს რუსულად ხო ხუბს და ამიაკს რადგან pH 11-ია, ამითი ანეიტრალებს ინჟავას და თავს იცავს. მანამ სანამ კუჭის ჟავიანობა არ დაქვეითდება, როგორც კი დაქვეითდება, ჰელიკობაქტერია ეგრევე ხუბს გადაიხდის და აგერ ვარ იტყვის და ხო უტევს ადამიანს. ბევრი ინფექცია ასეთ, თქვათ იგივე კოხის ჭხირი, რომელიც ტუბერკულოზს იწვევს. ტუბერკულოზის კოხის ჭხირი მოსახლეობის თითქმის 100%-ია, ბავშვი რომ გაჩნდება და პირველი იტირებს, კოხის ჭხირებს ყლაპავს უკვე. მაგრამ ტუბერკულოზი ხო არ გვემართება. იქაც იგივე პრინციპი ელოდებია რაღაც კონკრეტულ კეთილსაიმედო პირობებს და ჰელიკობაქტერიის შესაძლებელი ჟავიანობის დაქვეითება. ჟავიანობის დაქვეითება მარტო ჰელიკობაქტერიისთვის კი არა მომგებიანი. მომგებიანია ბევრი სხვა ინფექციების, ვირუსების და ამ შემდეგ. თუ კუჭის ჟავიანობა ნორმაშია, ის პრაქტიკულად არ ატარებს არც ერთ ბაქტერიას, არც ერთ ვირუსს, არც ერთ პარაზიტს. ისეთი ძლიერია pH 1 იმდენად ძლიერ ყველაფერს ანადგურებს. და როცა კუჭის ჟავიანობა ადამიანის ნორმაშია, კი მას თითქმის არაფერი არ ემართება. მათ შორის ჰელიკობაქტერია, რა თქმა უნდა, ikურნება ოღონდ ჩემი მიდგომით ანტიბიოტიკით არა, იმიტომ რომ ჰელიკობაქტერია ერთ-ერთი ყველაზე რეზისტენტული ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ. და უნდა ესე იგი თუ ჰელიკობაქტერიას რაღაც ანტიბიოტიკების კომპლექსით ერთი ანტიბიოტიკი არ იქნება. თუ კომპლექს შეარჩევ და ჰელიკობაქტერიას განადგურებ, ჩათვალე რომ იქამდე სანამ ეს განადგურდება, ჩვენი მეგობარი ბაქტერია არც ერთი აღარ დაგჭებათ ნაცლავში და მის გარეშე ვერაფერს ვერცეთ პროცესს ვერ დაასრულებთ, მათ შორის საჭმლის მომრავლების სისტემა აღარ იარსებებს. ჩვენ რო ბაქტერიები არ ყავდეს მეგობარი, ჩვენ საჭმლის 90%-ს ვერ მოვინელებთ. და ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპია ჰელიკობაქტერიისთვის არის სერიოზული შეცდომა. ყველაზე მარტივად ჰელიკობაქტერია იკურნება ჟავიანობას, აწევთ თუ არა ჰელიკობაქტერია იმ წუთში ისევ კალპაქს დაიხურავს და დაიძინებს. ეს ახლა გლეხურად ავხსენი რომ ხალხი მიხვდეს და იმიტომ რომ ჰელიკობაქტერია მაგ როგორ იმკურნალო ისქნა, როგორ უნდა იმკურნალო ჟავიანობა აწიოთ. დამთავრდა. და არანაირი ანტიბიოტიკი. არანაირი ჰელიკობაქტერია როცა დაიწყებს სერიოზულ შეტევას და წყლამდე მიიღავს კუჭის წყლული ჩდება, იქაც თავის მიდგომა, იქაც არ არის რთული პროცესი ესეც. უბრალოდ სწორი მიდგომა უნდა და ანტიბიოტიკები ეს არის სახლი რომ დაგებზარება და უნდა დაგენგრეს და კარადას რომ მიაყუდებ რომ ვერ დაინახო როგორ ინგრევა, ეს არის მიდგომა.